მეგობრებო, გახსოვთ ვიდეო რომ დავდე ცოტა ხნის წინ კალიფორნიის საოცარ მოგზაურობაზე, საოცნებო ხედებზე და ჩემს უძვირფასეს მეგობრებზე. ხო და ახლა კალიფორნიის სხვა მხარეს მთებშია ვალთ, სადაც აპრილშიც თოვლი დაგვხდა, ასე რომ ყველანი Big Bear Lake-ისკენ. თუმცა Big Bear-ის შემდეგ San-Diego SeaWorld-ში წავალთ, სადაც ოკეანის ისეთი ცხოველები ვნახე, რომ არც მიფიქრია, რომ ასე ახლოდან რეალობაში ვნახავდი. ეს კადრები არ უნდა გამოტოვოთ. ალბათ ყველაზე დიდი სილამაზეა, რასაც კალიფორნიის ვიდეოებში ოდესმე ნახავთ. ახლა კი პირველ რიგში დაგათვალიერებინებთ კოტეჯს, სადაც ვრჩებით. აი ზუსტად ისეთია ბავშვობაში რომ ვფიქრობდი, დიდი რომ გავიზრდები, ტყეში წავალ მეგობრებთან ერთად, ხის დიდ კოტეჯს ვიქირავებთ და მთელი ღამე ლაპარაკში და სიცილში გავატარებთ მეთქი. პირველ სართულზე სამზარეულოდ შედიხარ დიდ მისაღებში, სადაც ბუხარის გვაქვს და სტუმრის სააბაზანოც. შემდეგ გავდივართ მეორე სართულზე, სადაც ორი დიდი საძინებელია თავისი აბაზანით. ერთი საძინებელი უფრო მომყუდროებულია, მეორე კი, აი შეხედეთ, აქ მემეწინა, ღიაა და დილით პირდაპირ ტყის ხედზე გეღვიძება. შემდეგ სახლიდან გავცივდით, რომ მზის ჩასვლა გვენახათ ბაზე და მაღაზიისკენ წავედით. როგორც ხედავთ, ყინავს, ზამთრის ქურთუკები გვაცვია. პროდუქტებით დატვირთულები სახლში წავედით და რა თქმა უნდა დავიწყეთ მწვადით. ლუკამ გაიხაროს, ბიჭებმა ისეთი გემრიელი მწვადი შეწვეს, მანამდე კი გოგოები სამზარეულოში ვაკეთებდით საჭმელს. მე ამ დროს ხახვის ჭრაზე ტირილით გავსკდი, ამდენი ცრემლი ხახვზე აქამდე არ დამიხარჯავს და თან გავაკეთეთ მდნარ შოკოლადში გაყინული მარწყვები. შემდეგ სუფრა გავშალეთ, თბილად მოვსხედით და დავიწყეთ ბევრი ლაპარაკი და ბორდგეიმების თამაში. შემდეგ კი კარაოკეს ჯერიც დადგა და როგორც ხედავთ, ძალიან უყვარს კარაოკე. Fight the rising odds. There white knight upon the fiery sea. I need a hero. I'm holding out for a hero till the morning light. And he's gotta be sure, and it's gotta be soon. For something in the distance, so close you can almost taste it. Release your inhibitions, feel the rain on your skin. No one else can feel it for you, only you can let it in. No one else can speak the words on your lips. ისე ეს Big Bear Lake არის San Bernardino's მთებში გაშენებული ქალაქი. მოსახლეობა სადღაც 5000-მდეა, მაგრამ იმდენად პოპულარული ტურისტული ადგილია, რომ შაბათ-კვირას ხალხის რაოდენობა 100,000 აღწევს. სეზონი მუდამ არის. უბრალოდ, როდესაც თოვლი კარგად დევს აქაურობა სათხილამურო კურორტია და ახლაც კი აპრილში ნაძვის ხეზე განათებები. ჰაერში სუსხი, ხოლო ადგილ-ადგილ კი თოვლია. კარაოკეს და beer pong-ის თამაშის შემდეგ მოგვინდა გარეთ გასეირნება. So it's what time is it? რა თქმა უნდა, ყველაფერი დაკეტილი იყო და გარეთაც არავინ არ იყო, იმიტომ რომ ეს სადღაც დილის 4 საათია. ბევრი არ გადამიღია, in the moment ვიყავით და დაკეტილი მაღაზიების ვიტრინებს ვათვალიერებდით, ისტორიებს ვიგონებდით, ცეკვავდით და ვიცინოთ. I am not a raincoat here to keep you warm. Then go back in the closet after the storm. I'm not a match simply waiting to burn. All I am is a friend, your friend till the end. ცოტა ხანს დავიძინეთ და დილით ადრე გავიღვიძეთ, რომ სახლი მიგველაგებინა, ყველაფერი აგვეღო და ახლა ცოცხალი ქალაქი დაგვეთვალიერებინა. პირველ რიგში სასაუზმოდ წავედით და ხედავთ, რომ ყავა-ჩაით და ბეიგელებით დავიწყეთ დღე. შემდეგ კი როგორც პატარა საშობაო ქალაქებს ჩვევია, ისე ჩამწკრივებულ მაღაზიებს დავუყევით და მართლაც აქ თითქოს ზაფხული ჯერ არ მოსულა. ან თითქოს სულაც ახალი წელია, იმიტომ რომ იყიდება ნაძვის ხის სათამაშოები და სვიტრები. დაც კი ყველგან მოკრავთ თვალს. Is a friend, your friend till the end. შემდეგ ვნახეთ, რომ ახლოს რაღაც პარკი იყო და მანქანით იქ წავედით. როგორც ჩანს, სათხილამურო ტრასაა, რომელიც არასეზონის დროს მაინც გასართობ როლს ასრულებს. ამ ცოტა სასაცილო ატრაქციონზე დავსხედით და სასაცილო მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მე აი ასეთი ატრაქციონები მიყვარს და ზუსტად აქაც უმჯდარ ვარ. New Jersey-ის Six Flags-ში ეს კონკრეტული. მაგრამ მაინც გავერთეთ, შემდეგ ისევ ყავაწვანებით დავიხუნძლეთ, ბიჭებმა ცოტა ჭადრაკი ითამაშეს და სახლისკენ, ანუ San Diego-სკენ წამოვედით. That thing that you did.
and I'm not the shadow of any. საღამოს ლუკამ და მიამ წამიყვანეს სან-დიეგოს მექსიკურ კუთხეში და ფერებით, სილამაზით, საყვარელი პატარა ნივთებით გაბრუებული ვიყავი. დღესასწაულს გავდო თითოეული მაღაზია. ყველაფრის ხელით გასინჯვა და შენი სახლის კუთხეებში მიმოფანტვა გინდოდა. აქვე რესტორნებიც, მექსიკური სამზარეულოთი, რომელზეც ვგიჟდები. შემდეგ მეგობრები ვნახე. შვიდად მივირთით და სახლში წამოვედით. ბიჭები ფეხბურთის სტადიონზე გადიოდნენ. სან-დიეგოს უნივერსიტეტთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ფეხით ესე 2 წუთი. ასე რომ მეც გავყევი და ბურთი ვაგორავეთ. თან ვლაპარაკობდით. რამდენიმე წლის წინ ზუსტად ჩემი ეს მეგობრები და მე თესეუს ბიბლიოთეკაში პირველი კურსის გამოცდებს ვწერდით. ქალაქგარეთ ვლაშქრობდით და სტუდენტობას მხარდამხარ ვატარებდით. ახლა კი ამერიკაში მკვლევრებად მუშაობთ. შეგვიძლია ერთმანეთს უმასპინძ. თბილად, ხელგაშილად მივიღოთ და სამყაროს სხვა ნაწილი დავათვალიეროთ ერთად. ეს კი ლადოს კატაა. დღეს არის ჩემი ბოლო და ერთ-ერთი საყვარელი დღე სან-დიეგოში. რამდენი ხანია მინდა სან-დიეგოს SeaWorld-ში წასვლა და დღეს against all odds მოხერხდა. იცით როგორი ბედნიერება ამდენი განსხვავებული ცხოველის ასე დეტალურად ნახვა? ბევრი სახეობის ვიგენი, ვეშაპი, ზღვის კუები, ზღვის ლომები, ჰელაპები, ზარმაცები, ფლამინგოები, პინგვინები, დელფინები. რასაც არ ველოდი იყო ის, რომ მედუზების თვალიერებით უზომოდ ვისიამოვნე. წყლით და განათებით ისე სივრცე მოწყობილი, რომ კიდევ უფრო ჯადოსნური ჩანს ყველაფერი. ის ალბათ იცით, რომ მედუზებს, ანუ jellyfish-ს არ აქვთ ტვინი, გული, ძვლები ან სისხლი და ისინი 95% წყალი არიან. თუმცა მათ საცაცების ბოლოს ნერვები აქვთ, რითიც შეხებას გრძნობენ და ავტომატურ რეფლექსებზე არიან დამოკიდებული. მედუზები ამ სამყაროში 650 მილიონ წელზე მეტი ხანია არსებობენ და ამ ეტაპზე მათი რაოდენობა ძალიან იზრდება. ისინი სულ ციცქნები და ასევე 2 მეტრამდე სიდიდი შეიძლება შეგვხვდნენ. მედუზები უკვე ზრდასრულები არიან, თუმცა ისინი პოლიპებად იწყებენ და ფაქტობრივად ბენჯამინ ბატონი შეიძლება ჩაატარონ. იმიტომ რომ თუ დაზიანება მიიღეს, ან ძალიან ცხელ ან ცივ წყალში აღმოჩნდნენ, ზოგ სახეობას შეუძლია ისევ პოლიპად გადაიქცეს. მედუზების შემდეგ აი ეს თევზები შემომჩნია გარეთ სივრცეში, სადაც ბავშვები ხელებს ყოფდნენ და ასე ერთობოდნენ. ალბათ მკვდარკანს აცილებენ ეს თევზები, მაგრამ მე ვერასდროს შევძლებდი ასე ხელების თევზე მიშვერას. ახლა კი მიგვეჩქარება ორკებისკენ, რომლებსაც მკვლელ ვეშაპებს ეძახიან. ეს ზედმეტსახელი მოდის უძველესი მეზღვაურებისგან, რომლებმაც ნახეს, რომ ეს ცხოველები სხვა დიდ ვეშაპებზე ნადირობდნენ. ისინი დელფინისებრთა ოჯახიდან უდიდესები არიან, აღწევენ 10 მეტრს და 10,000 კილოგრამს. ისინი უჭკვიანესები არიან და ნადირობის ტაქტიკებს ათანხმებენ კიდევაც ერთმანეთში. ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად გრენლანდიაში, მათზე დღემდე ნადირობენ. ერთი საინტერესო ფაქტი მათ ძილთან დაკავშირებით, თურმე ორკებს როდესაც წინავთ, მაინც ასე ვთქვათ, გონზე უნდა იყვნენ, რადგან ისინი შეგნებულად სუნთქავენ და არა ჩვენსავით ავტომატურად. SeaWorld-ში ყველაფერი მომწონს, თუმცა აი ამას ნამდვილად არ ვეთანხმები და დიდი ხანი ვერ დავრჩი საყურებლად. ასეთი დიდებული ცხოველები ადამიანის გასართობად არ უნდა იწვრთნებოდნენ. მომწონს, როდესაც შესაძლებლობა მაქვს ცხოველებს თვალყური ვადევნო თავიანთ საარსებო გარემოში, თუნდაც დიდ აკვარიუმში. აი როგორც აქ, მაგრამ არა ამ ზომის ცხოველებს და არა ილეთებ დამახსოვრებულებს. ისე ასეთი აკვარიუმი ძალიან შთამბეჭდავია, როცა შენს თავზე მოცურავე ზვიგენებს უყურებ. ის ვიცით ალბათ, რომ ზვიგენებს შესანიშნავი მხედველობა აქვთ, თუმცა მათ თვალების გარშემო და სახეზე აქვთ შავი წერტილები, რითიც ელექტრომაგნიტურ ველებს და ტემპერატურის ცვლილებებს გრძნობენ ოკეანეში. ზვიგენს არასდროს შევხები ვარ, თუმცა ამბობენ, რომ ზუმფარასნაირი კანია. აი ზღვის ამხელა კურომ დავინახე, ძალიან გამითბა გული. ალბათ იმიტომ, რომ ნემო ან ყველა საყვარელი კუ პერსონაჟი გამახსენდა. და ეს დინჯი ცხოველები დინოზავრების დროსაც არსებობდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს გადაურჩნენ. კარგი ისტორიები ექნებოდა წინაპრებისგან. იცოდით, რომ თურმე ზღვის კუს სქეს ქვიშის ტემპერატურა განსაზღვრავს? ანუ, როდესაც კვერცხებს დებენ, ქვიშაზეა დამოკიდებული, როგორი კუ დაიბადება. ცხელი ქვიშა გოგონებს წარმოშობს, ცივი კი ბიჭებს. ის თუ იცოდით, რომ კუ იმახსოვრებს თვითონ სად დაიბადა და როდესაც კვერცხების დადების დრო უწევს, სადაც არ უნდა იყოს, ისევ იმ სანაპიროს უბრუნდება და იქ ტოვებს კვერცხებს. სულ 7 სახეობის ზღვის კუ არსებობს და სამწუხაროდ ყველას გადაშენება ემუქრება. აი წარმოიდგინეთ, დინოზავრებს არ გადახვდნენ და ჩვენ ადამიანებმა ისეთი პირობები შევუქმნით, რომ შეიძლება გადავაშენოთ.
ვიცი რომ არ უცალია, ვიცი რომ სულ რაღაც ვითომ უფრო მნიშვნელოვანი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ კარგი იქნება თუ ზოგჯერ იმ ენციკლოპედიებს მიუბრუნდებით ბავშვობაში რომ ასე ძალიან გვეყვარდა და მეც გავიგებთ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე. დამიჯერეთ უკეთეს განწყობაზე დადგებით და სამყაროსაც უფრო შეიყვარებთ. ამ რჩევას მეც გავითვალისწინებ. თუ არ მიწყენთ, გავაგრძელებ ოკეანეში მცხოვრებთან შესახებ საინტერესო ფაქტებს. მაგალითად, ყველას გვერავა ზღვის ლომი და სელაპი, ცოტა. ერთი საყვარელი განსხვავება ის არის, რომ ზღვის ლომები, ასე ვთქვათ, დადიან მიწაზე, ხოლო სელაპები რაღაცნაირად მუნცლის მოძრაობენ. ყველას რომ გვიყვარს თეთრი ქვიშა სანაპიროზე, სინამდვილეში ეგ ერთ-ერთი თევზის ფუფ არის. დელფინებს სწირებთ მხოლოდ ნახევარი ტვინით. Stingray ზვიგენების მონათესავეა და შხამიანი კუდივით აქვს. სხვათა შორის ჩემი მეგობარი ბეწვზე გადარჩა, რადგან ფლორიდაში ამ ცხოველის კუდი მოხვდა. და ხო, ფლორიდაში არა მარტო ალიგატორებს, არამედ ზვიგენებს და stingrayებსაც თავისუფლად ხვდებით. ის ალბათ იცით, რომ ფლამინგოები ვარდისფერი თავიანთი საკვების გამო არიან. და ასევე ის ადგილი, რომელიც გგონიო, რომ მუხლია და უკუღმა იღუნება, სინამდვილეში კოჭია, ხოლო მათი მუხლი ბუმბულშია დამალული. ახლა კი გემშვიდობებით და არ დაგავიწყდეთ, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება. 1, 2, 3, 4. I am not a raincoat here to keep you warm. Then go back in the closet after the storm. I'm not a match simply waiting to burn. All I am is a friend, your friend till the end. Your impression of a city you wish you loved more than everything